მე მარიტა მასწავლებელი ვარ. და ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა. დღეს ჩვენ ერთად უნდა დავამსხვრიოთ მითები ინგლისური ენის ერთ-ერთ ყველაზე მოდით პირდაპირ ვთქვათ თავის ტკივილად ქცეულ თემაზე. ეს არის ირიბი ნათქვამი, იგივე reported speech. ამ მოკლე და ფერადი გზამკვლევის დახმარებით გარჭმუნებთ, რომ ამოხსნით ამ თავსატეხს და ყველაფერი აბსოლუტურად ნათელი გახდება. მზად ხართ? მოდით დავიწყოთ. იცით, გრამატიკა ხშირად რთული და დამაბნეველი ჩანს. ამიტომ ჩვენს ცოდნას აგური-აგურ ეტაპობრივად დავაშენებთ ამ მარტივი გეგმის მიხედვით. ჯერ გავარკვევთ რა არის ირიბი ნათქვამი. მერე ვისწავლით დროის უკან გადაწევას, ნაცვალსახელების შეცვლას, კითხვებსა და ბრძანებებს. და ბოლოს, თუ როდის უნდა გამოვიყენოთ say და როდის tell. ნაწილი პირველი. რა არის ირიბი ნათქვამი? კარგით, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვნახოთ რა ხდება სინამდვილეში. ირიბი ნათქვამი, ანუ indirect speech, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სხვის ნათქვამს შენივე სიტყვებით გადმოსცემ. აი აქ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ და ეს მართლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არ არის რაღაც შემთხვევითი მოსაწყენი წესების სია, რომელიც უნდა დაიზეპიროთ. არა, ეს არის პერსპექტივის შეცვლის ძალიან ლოგიკური, მშვენიერი სისტემა. შენ უბრალოდ სხვა ადამიანის პოზიციას ირგებ და იქიდან ყვები ამბავს. და ამის გასაკეთებლად გონებაში სულ უნდა გქონდეთ ეს სამი მარტივი ნაბიჯი. პირველი, ვამატებთ შესავალ ზმნას, მაგალითად მან თქვა. მეორე, დროებს ვწევთ ზუსტად ერთი ნაბიჯით უკან და მესამე, ვცვლით ნაცვალ სახელებს. მორჩა. ეს სამი ოქროს წესი არის თქვენი მთავარი გასაღები ამ თემის სრულად დასამორჩილებლად. ნაწილი მეორე. პირველი ოქროს წესი, ანუ დროის უკან გადაწევა, tense back shift. გადავდივართ ჩვენს პირველ მთავარ საყრდენზე, რაც პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს დროში ერთი ნაბიჯით უკან დაბრუნებას. ახლა, რა არის მართლა ძალიან საინტერესო ამ ცხრილში? შეხედეთ, როგორ მარტივად და რბილად ინაცვლობს ყველა ახლანდელი დრო ზუსტად ერთი საფეხულით წარსულში. Present simple ვარდება past simple-ში, present continuous ხდება past continuous, present perfect გადადის past perfect-ში და ასე შემდეგ. აი თუ პირდაპირ ნათქვამი უკვე წარსულშია, ის კიდევ უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო შორს მიდის წარსულში. და ალბათ ფიქრობთ, მოიცა, და თუ წინადადება უკვე past perfect-შია, მაშინ რაღა ვქნათ? დამშვიდით. აქ გვაქვს ნამდვილი საჩუქარი გრამატიკის ღმერთებისგან. Past perfect და past perfect continuous რჩება აბსოლუტურად უცვლელი. შეგიძლიათ ღრმად ამოისონთქოთ, რადგან დროში ამაზე შორს უბრალოდ ვეღარ წავალთ. რაც შეეხება მომავალ დროს და მოდალურ ზნებს, აქაც ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს. Will ძალიან მარტივად და მსუბუქად იცვლება would-ით, ხოლო მოდალური can ყოველგვარი წვალების გარეშე ხდება could. დააკვირდეთ, არანაირი ზედმეტი სირთულე. მაგრამ, იცით როგორ არის? ენაში ყოველთვის არის რაღაც პატარა გამონაკლისი. თუ ფაქტი არის საყოველთაო ჭეშმარიტება ან ჯერ კიდევ გრძელდება, დროში უკან ნახტომი მკაცრად სავალდებულო აღარ არის. მაგალითად, თუ ვინმე ამბობს მე მიყვარს ჩემი მშობლები, ეს ხომ დღესაც ასეა, არა? ამიტომ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, she said she loves her parents. აქ დროის შეცვლა უბრალოდ არ გვჭირდება. ნაწილი მესამე. ნაცვალსახელები და გარემოებები. მოდით გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ვნახოთ, როგორ გვაიძულებს პერსპექტივის შეცვლა, რომ განვაახლოთ ინფორმაცია, ვინ საუბრობს, სად არიან და როდის ხდება ეს ყველაფერი. და ეს ბრწყინვალედ ასახავს იმას, თუ როგორ იცვლიან ფორმას ნაცვალსახელები, რათა წინადადების მთავარი აზრი არ დავკარგოთ. თუ ვიღაც ამბობს, მე მიყვარს ჩემი მანქანა, ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ მან თქვა, რომ მე მიყვარს ჩემი მანქანა. ეს სრული აბსურდი გამოვა. ჩვენ ვამბობთ, მან თქვა, რომ მას უყვარდა თავისი მანქანა. თავარია, რომ ლოგიკა უნაკლოდ შენარჩუნდეს. ზუსტად იგივე ამბავია დროისა და ადგილის აღნიშნულო სიტყვებზეც. რადგან თქმელის დრო და სივრცე შეიცვალა, სიტყვების უნდა მიუსადაგოთ, ხომ ეთანხმებით? ასე რომ, ახლა ხდება მაშინ. დღეს გადაიქცევა იმ დღედ. გუშინ წინა დღედ, ხოლო ხვალ მომდევნო დღედ. იგივენაირად, აქ ხდება იქ და ეს იცვლება იმით. ნაწილი მეოთხე. კითხვები და ბრძანებები. ახლა, როცა საძირკველი უკვე ძალიან მყარია, შეგვიძლია თამამად შევეჭიდოთ იმას, რაც ხშირად ყველაზე რთულ ნაწილად ითვლება ხოლმე. მოკლედ, სანამ საიდუმლოს გაგიმხელდეთ, მინდა ერთ რამეზე დაფიქრდეთ. როგორ გადმოვცემთ ისეთ კითხვებს, რომელზეც პასუხი უბრალოდ კი ან არაა, როცა აღარ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი საყვარელი დამხმარე ზმნები, როგორიცაა do and did. აბა დაფიქრდით ერთი წავით. აი პასუხიც. ჩვენ უბრალოდ ვიშორებთ ამ დამხმარე ზმნებს, წინადადების წყობას ვაბრუნებთ ჩვეულებრივ მტკიცებით წყობაზე და ამ ყველაფერს ვაწებებთ სიტყვებით if and whether.
ასე რომ do you like coffee უცებ ჯადოსნურად ხდება she asked if I liked coffee. მართლა ძალიან ლოგიკური სტრუქტურაა. რაც შეეხება სპეციალურ, ანუ HW კითხვებს, აქ ორიგინალ კითხვით სიტყვას ვტოვებთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. სიტყვების წყობა აქაც აუცილებლად უნდა გახდეს სტანდარტული. Where is the station? ირიბ ნათქვამში იქნება he asked where the station was. ხედავთ, ზმნა ბოლოში გადავიდა, ზუსტად ისე როგორც ჩვეულებრივ წინადადებაში. აი, ბრძანებები და თხოვნები კი, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივია. სტრუქტურა იმდენად ლოგიკურია, უბრალოდ ვიყენებთ to-ს და ზმნას. ან უარყოფისას not to-ს და ზმნას. Close the door. მარტივად ხდება the teacher told me to close the door. Don't shout. კი, she told us not to shout. უმარტივესია. ნაწილი მეხუთე. როდის ვიყენებთ says და როდის tells. მოდით გადავიდეთ ბოლო ნაწილზე და გავაპრიალოთ ეს დეტალი, რომელიც ინგლისურის შემსწავლელებისთვის ხშირად ნამდვილი დაბრკოლებაა ხოლმე. მოკლედ, გადამწყვეტი მომენტი აქ ის არის, რომ ზმნა tell პირდაპირ მოითხოვს მიუთითოთ ის კონკრეტული პიროვნება, ვისაც მიმართავთ. Says ვიყენებთ მაშინ, როცა მსმენელი არ არის დაკონკრეტებული. მაგალითად, he said that. მაგრამ როგორც კი გვყავს კონკრეტული ადრესატი, აუცილებლად გვჭირდება tell. He told me. აი ეს თუ გახსოვთ, გარანტიას გაძლევთ შეცდომას ვეღარასდროს დაუშვებთ. და აი დასასრულს მინდა ერთი პატარა გამოწვევა მოგიწყოთ. გაიხსენეთ დღეს ვინმესთან გამართული ბოლო საუბარი. აბა, როგორ გადაიყვანთით მას ირიბ ნათქვამში ამ ჩვენი 3 ოქროს წესის გამოყენებით. სცადეთ, გააკეთეთ ეს ახლა ვაგონებაში. ეს არის საუკეთესო გზა, რომ ეს სტრუქტურა მართლა ითვისოთ და თქვენი ყოველდღიური საუბრის ნაწილად აქციოთ.